საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. დღეს განვიხილავთ ზღაპარს, პატიოსანი ტყის მჭრელი. ზღაპარი გახდა თურქული ზღაპარი. თუ სათავეს ჩაუკვირდებით, ტყის მჭრელი და აი ამ სიტყვას მიაქცევთ ყურადღებას, მიხვდებით, რომ იგი ორი ფუძისაგან, ორი ნაწილისაგან შედგება, ტყე და მჭრელი. ესე იგი, მისი მნიშვნელობა შეიძლება ასე გავიგოთ, ტყეში ხის მჭრელი. გაგიკვირდებათ ძალიან, ჩვენ ვიცით, რომ ტყეში ხის მოჭრა არ შეიძლება და აბა, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა? ეს ხელობა გახლავთ ადამიანის, რომელიც ტყეში ხეებს ჭრის. მაგრამ რატო ჭრის ტყეში ხეს? თქვენ იცით, რომ ტყეში შეიძლება შეგვხვდეს დაბერებული ხე, დაავადებული ან დასნეულებული ხე. ასეთ ხეს მოჭრა სჭირდება იმისათვის, რომ ეს დაავადება სხვა ხეზე არ გავრცელდეს. ტყის მჭრელი კი სწორედ ასეთ ხეებს ჭრის, რომელიც შემდეგში შეშად გამოიყენება. პატიოსანი კი ვიცით, ეს თვისება, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად ამშვენებს. პატიოსნება არის ის თვისება, როდესაც ადამიანი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს. ახლა კი წავიკითხოთ ზღაპარი და როგორ მიმდინარეობს აქ მოვლენები, განვიხილოთ თანდათან. პატიოსანი ტყის მჭრელი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატიოსანი და ღარიბ ღატაკი ტყის მჭრელი. იგი ტყის პირას პატარა ქოხში ცხოვრობდა. უთენია ადგებოდა, ცულს აიღებდა და ხის საჭრელად მიდიოდა. მთელი დღე მუშაობდა და ცოლ-შვილს არ ჩენდა. აქ შეხვდა რამოდენიმე სიტყვა მაბზადში, რომელსაც განვიხილავთ. ღარიბ ღატაკი ნიშნავს ძალიან ღარიბს. ტყის მჭრელი უთენია დგებოდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ადრე, ალბათ გამთენიას შეუდგებოდა იგი თავის საქმიანობას. ავტორი ამბობს, ტყის მჭრელი ცულს აიღებდა, დილა უთენია და ხის საჭრელად მიდიოდა ტყეში. მთელი დღე მუშაობდა და ოჯახს ამით არ ჩენდა. უთენია დგებოდა, დილა ადრიან, რაც შეიძლება მეტი ემუშავა. ხებს ჭრიდა და მთელი დღე ამ საქმიანობაში ატარებდა. ცოლ-შვილს ამით არ ჩენდა. მაგრამ რას ნიშნავს ცოლ-შვილს არ ჩენდა? ოჯახს ინახავდა. კი მაგრამ როგორ თუ მხოლოდ ტყეში ხეს ჭრიდა, ეს ხე ხომ შეშად გამოიყენება? მას კი მყიდველი ყავს, ვიღაცას სჭირდება იგი, რა თქმა უნდა, ამ საქმიანობით იგი გასამრჯელოს იღებს და ამით ოჯახს ინახავს. ერთხელ შუა დღისას ტყის მჭრელი ნაკადულის პირას ჩამოჩნდა. მოულოდნელად წყალში ჩაუვარდა ცული. ტყის მჭრელი ძალიან შეწუხდა. ეს ცული იყო ჩემი ოჯახის მარჩენალი, ვიმისოთ ხომ შიმშილით დავიხოცებითო. თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. უცებ ტკბილი ხმა მოესმა. ასწიე თავი, რა გატირებს და წყლის ფერია გამოეცხადა. აქ შევჩერდეთ, მცირე ხნით და განვატოთ სიტყვა ფერია. ფერია კეთილი ჯადოქარია. ცული ჩამივარდა წყალში, პასუხობს ტყის მჭრელი. ფერია გაქრა და ერთი წამის შემდეგ კვლავ გამოჩნდა წყლის ზედაპირზე. ოქროს ცული ეჭირა ხელში. ეს შენი ცულია? ჩემი ცულია, მასეთი როდი იყო? გაიკვირვა ტყის მჭრელმა. ფერია კვლავ გაუჩინარდა და ახლა ვერცხლის ცული ამოიღო. ეს არის შენი ცული? ნეტავი მართლა ასეთი ძვირფასი ცული მქონოდა, ინატრა ტყის მჭრელმა. ეგ არ არის ჩემი ცული. ფერია კვლავ ჩაყვინდა და ახლა ტყის მჭრელის ცულით გამოჩნდა. ეგ არის ჩემი ცული, შესძახა გახარებულმა ტყის მჭრელმა. მართალი ხარ, ნამდვილად ეს არის შენი ცული. ეუბნება ფერია. ავა აქ დაუკვირდეთ ახლა რაც წავიკითხეთ. ფერიამ წყალში რამოდენიმეჯერ ჩაყვინდა, ჯერ ოქროს ცული ამოიტანა, შემდეგ ვერცხლის. ორივეზე პასუხად მიიღო ტყის მჭრელისაგან, რომ ეს ცული ჩემი არ იყო. როგორ ფიქრობ, ვერ მიხვდა ტყის მჭრელი ეს ცულები რომ ძვირფასი იყო? როგორ არა მიხვდა, აბა გავიხსენოთ წინადადება, რომ ეუბნება ფერიას,
ჩვენ ნეტავი ასეთი ცული მქონებოდა, ასეთი ძვირფასი ცული მქონდესო, მაგრამ იგი არ ამბობს, არ ისაკუთრებს იმ ცულს, რომელიც მას არ სჭირდება. ანუ მისი საკუთრება არ არის. ფერია იცის ნამდვილად, რომ რომელია ტყის მჭრელის ცული. აბა წავიკითხოთ წინადადება, მართალი ხარ, ნამდვილად ეს არის შენი ცული. იმის გამო რომ არ იცრუე, ოქრო ვერცხლის ცულებით შენ გეკუთვნის. უთხრა ფერიამ და ცულები გაუწოდა. როგორც ეხან აღნიშნეთ, ფერიამ კარგად იცის, რომელი ცული ეკუთვნის ტყის მჭრელს, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გამოცდა მოინდომა. ტყის მჭრელმა კი ეს გამოცდა ვაშკაცურად გაიარა და პატიოსნად უპასუხა. ტყის მჭრელმა ფერიას მადლობა უძღვნა და ძვირფასის საჩუქრებით შინისაკენ გასწია. გზაში ღარიბი და უქნარა მეზობელი შემოეყარა. ტყის მჭრელმა მას უამბო, რაც შეემთხვა. ზარმაცი მეზობელი ნაკადულისაკენ გაეშურა ბედის საძებნელად. ამ გამონათქვამს მიაქციეთ ყურადღება, ზარმაცი მეზობელი ნაკადულისაკენ გაეშურა ბედის საძებნელად. როგორც ჩანს, მასაც მოუნდა ძვირფასი ცულები. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თავისი ცული მეზობელმა წყალში ჩააგდო და ტირილი დაიწყო. ცული დავკარგეო. ფერიამ წყლიდან ოქროს ცული ამოიტანა. ეგ არის ჩემი ცული, შესძახა ხარბმა. არა, ცრუობ, ეს არ არის შენი ცული. სიცრუისათვის კი ვერც შენს ცულს მიიღებ, უთხრა ფერიამ და წყალში გაუჩინარდა. ასე დაისაჯა სიცრუისა და სიხარბისათვის უქნარა კაცი. ამ ზღაპარს ორი გმირი ჰყავს. ეს არის ტყის მჭრელი და მისი მეზობელი. თვითონ ნაწარმოებში ნახსენებია, რომ ტყის მჭრელი არის პატიოსანი, ტყის მჭრელი არის მშრომელი, ნახეთ ის დილაუთენია დგება და მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობს. ასევე გვიხასიათებს ავტორი მის მეზობელსაც, ეს არის ზარმაცი და უქნარა. ამავ დროს, როგორც ჩანს, მატყუარაც გამოდგა. მან შეგნებულად ჩააგდო წყალში ცული, რომელიც შემდეგ ფერიას უთხრა, ეს ოქროს ცულზე უთხრა, ეს არის ჩემი ცული. და ფერია პასუხობს, ეს არ არის შენი ცული და იმისათვის რომ იცრუე, აუცილებლად დაისჯები და დაისჯები ისე რომ ვერც შენ ცულს მიიღებ. ესე იგი, ტყის მჭრელის მეზობელი დაისაჯა იმისათვის რომ იცრუა. მაგრამ რისთვის აახალისა და რისთვის დაასაჩუქრა ტყის მჭრელი ფერიამ, გავიხსენოთ ნაწარმოებში, ეუბნება იგი ტყის მჭრელს იმისათვის რომ არ იცრუე, ოქრო ვერცხლის ცულებით შენ გეკუთვნისო. ზღაპარი ასე მთავრდება. ასე დასაჯა სიცრუისა და სიხარბისათვის ფერიამ ტყის მჭრელის მეზობელი. დიახ, მთავარი სათქმელი ზღაპრით სწორედ ეს არის. საზოგადოება აფასებს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან იმ თვისებებით, რა თვისებებითაც გამოირჩეოდა ჩვენი ტყის მჭრელი, წესიერი, პატიოსანი, მშრომელი. ეს თვისებები გახლავთ ის თვისებები, რომლებიც ღირსებას მატებს ადამიანს და საზოგადოების ნამდვილ წევრად აქცევს. გაითვალისწინეთ ზღაპრის ეს სიბრძნე და თქვენც იცხოვრეთ ამ შეგონებით. დღეს კი ამით დავამთავროთ ჩვენი საუბარი, გემშვიდობებით.